სიყვარული სიტყვა არ არის სიყვარული საქმეა ეს მამასაბას ნათქვამია და ჩვენთან არის დღეს ძალიან დიდი პატივია მისი სტუმრობა მამასაბა მოგესალმებით მადლობა უღმესი მადლობა მოგესალმებით და დაგაგახართ და ხო ძალიან მძიმე დღეებია და იცით რა ბევრი კითხვა გვაქვს თქვენთან რა თქმა უნდა მაგრამ აი რაც გულიდან მოდის პირველი ის რომ ალბათ ბევრს აინტერესებს როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება მაშინ როდესაც სულიერი მამა წავიდა თუმცა რა თქმა უნდა სულიერმა მამამ არ დაგვტოვა ერთ სიტყვი მე აი ესეთი შეგრძნება მეორეჯერ დამეუფლა როდესაც მამა გარდამეცვალა და აი ეხლა როდესაც ილია მეორე წავიდა ზუსტად ეგეთი განცდა მაქვს მეც ნინო მე ვახსენე კიდევაც ერთ-ერთ ინტერვიუში ზუსტად ესევა რა როცა მამა გარდაიცვალა მაშინ თითქოს პატრიარქმა შემიცვალა მამა იმიტომ რაღაც დაემთხვა რა რომ მამა რო გარდაიცვალა 23 დეკემბერს გარდაიცვალა მამა 25-ში პატრიარქის ინტრონიზაციის დღე იყო და ვიყავით მასთან ტაძარში მისული მამები და მამაშალვა ვიყავით მახსოვს მაშინ და მამაშალვას თხოვნით უთხარით მოკლედ მამაჩემის შესახებ რომ გარდაცვლილი იყო და ნუ ჯერ დაკრძალული არ იყო მამა სახში მესვენა და ძალიან შევიდა მდგომარეობაში მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ იცნობდა მამაჩემს და ცხოვრებაში ნანახი არ ყავდა იმდენად განიცადა რომ წრემლი წამოვიდა რომ მოუყევიეს რაღაც ყველაფერი მომაყოლა თვითონ თხოვა და საკუთარი ინტრონიზაციის დღეზე მე მახსოვს აი შეგნებულად გავაკეთე დაკვირვება რა ხა ბუნებრივად დავაკვირდი რაღაცნაირად რა რომ სამჯერ მოიხსენია მამაჩემი მოიხსენია კვეთაში მოიხსენია მიცვალებულთა კვერცხში და მოიხსენია ბარძიმთან სამჯერ სახელით მოიხსენია დიახ და ჩემთვის ძალიან დიდი ნუგეში იყო ჩამეხუტა მეფე რა ბევრი რა და რაღაცნაირი შეგრძნება იყო ჩემთვის რა რომ ეხა ეს ჩემი მამაჩემის გარდაცვალების თემა კიდე ცალკე სასაუბრო თემაა იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა მნიშვნელოვანი რამ მოხდა იმ დროს მაგრამ ჩემთვის ეხლა ამ კუთხით აი უწმინდესი არის ძალიან საყურადღებო იმიტომ რომ ეს სწორედ რაც თქვი ეხლა შენინო ხო აი ჩემთვის ეს მომენტი იყო რომ თითქოს ღმერთმა მითხრა რომ უნერვიულობ მამა არსად არ წასულა აგერ არის მამა გესმის მამასაბა მე და ნინო რო საუბრობდით ნინოს უთხარი რომ ფიზიკურად აღარ არის ჩვენთან მაგრამ ეს დისტანცია თითქოს მოიხსნა და თითქოს უფრო ახლოს არის ჩვენთან ეს აი ნახევიშა როგორი სიტუაცია მე რამდენჯერმე ვახსენე უკვე რა რომ ახლა რაღაცნაირად ესე მიწეს რა რომ სულ სადღაც მეძახიან და რამდენჯერმე მომიწია თქვა იმისი რომ მიუხედავად იმისა რომ ამხელა ადამიანი დაკარგა საქართველოს ხო ესე იგი აი მართლა არ მახსენდება ნამდვილად და მაშინ რომ საუბრობდით სანამ წამოვიდოდი ზუსტად მაგაზე რა რომ აი კი ყავდნენ ჩვენ ძალიან დიდი ადამიანები ყავდა ჩვენ დავით აღმაშენებელი ყავდა ჩვენ ვახტანგ გორგასალი ილია მართალი უდიდესი ადამიანები ყავდა საქართველოს ბევრი ჩვენ განებირებული ვართ ესეთი ხალხით მაგრამ ამ მასშტაბის ადამიანი რომელსაც ამდენი წელი ემართოს საქართველოს ეკლესია და თან გამხდარიყო უპირობო ავტორიტეტი არა მხოლოდ შიდა ქართულ სივრცეში არამედ საქართველოს გარეთაც მთელი მსოფლიოსთვის ეს გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რომ მთელი მსოფლიოსთვის ავტორიტეტი იყო და არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის დიახ მუსლიმებმა ჩვენ მუსლიმმა ძმებმა რამადანი გააუქმეს წარმოიდგინეთ პატრიარქი გარდაგვეცვალა და გოგოებმა გარდაგვეცვალა აი რაღაც ემოციის გარეშე ვერ ვიძახებ პატრიარქი გარდაგვეცვალაო რა დროზე იმია ხო და ნუ ეხლა თქვენ თვითონ ხედავთ ეხლა აგერ საინფორმაციო საშუალებებით საშუქებენ სოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ეს იქნებიან პოლიტიკური მოღვაწეები ქვეყნის ლიდერები რელიგიური ლიდერები არა აქვს მნიშვნელობა აღსარებლობას ყველა მხრიდან რამხელა პატივისცემით მოდის სამძიმარი ესეთი და აღარ ვლაპარაკობ ეხლა იმაზე რაც ხდება თბილისში დიახ აი ჩაგერთვებით საუბარში მისმა გარდაცვალებამ გააერთიანა ისევ ერი ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი ამ უხტის შენარჩუნება კი ბატონო მაგას ვამბობთ ყველანი ერთად მამასაბა მე ესეთი ადამიანია ხო პატარა ბიჭი არო არ შენხვედრია ხო და მაგას ვამბობ მიშა რომ არა თუ არ შეგხვედრია მე რომ გადავავლე თვალი ისტორიას გავიცნო ცუდად ისტორიას მე და არ მახსენდება მსგავსი ადამიანი აი
მე რას ვამბობ იცი რომ აი ცალსახათრო დადებითი შეფასება გქონდეს ყოველს ხრიდან თორე კი თქვა ყავდა ჩვენ სტალინი ისიც უდიდესი მასშტაბის მოაზროვნე და თქვა პოლიტიკური ფიგურა მაგრამ სტალინთან მიმართებაში თქვა აზრთა სხვადასხვაობა არის თქვა ნაწილი საზოგადოებისა რომელიც მიიჩნევს რაღაცა უდიდეს ადამიანად არის ნაწილი საზოგადოების რომელიც მიიჩნევს უდიდეს რაღაცა ტირანად და დესპოტად თქვა რაღაცა გაყოფილია თქვა აზრი თქვა რუსეთში არის თქვა მაგალითად ნაწილი რომელთაც კანონიზირებული ყავთ სტალინი და მისი ხატიც აქვს შექმნილი და დაუჯდომელიც აქვს დაწერილი და პარაკლისები კი კაცო კი და დაატარებენ ამ ხატს თავის არავამდედი და იხდიან პარაკლისებს ანუ სხვადასხვა აზრი არსებობს და რაც შეეხება კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორის მასთან დაკავშირებით რა თუ ადამიანი ხა უკაცრავად ხა ცოტა ისეთ სიტყვას გამოვიყენე ტვინ ნაღრძობი არ არის შეუძლებელია უბრალოდ რომ რაღაცა უარყოფითი და ნეგატიური დამოკიდებულება გქონდეს მის მიმართ პირიქით რა თქმა უნდა ხოლო ცალსახად დადებითი და აი როგორ გითხრათ არიცის ადამიანებმა როგორ გამოხატონ თავიანთი პატივისცემა მოგზაურობა სიყვარული მის მიმართ აი არიციან როგორ გამოხატონ ეს ყველაფერი რა და თქვენ ხედავთ აი ხალხის მდინარებს 100,000-ობით ადამიანს დღედა ამე აი ხომ მიყვებოდი მის შეშენს და 100,000-ობით ადამიანი დგას რიგში ჩუმად მოკრძალებით აი ხა ერთ-ერთი ჩვენი სასულიერო პირი გვიყვებოდა ახლა ზუსტად მეუბნეოდა რომ ჩემი მეუღლეო წასულიაო და რომ ვესაუბრებიო საათში 1 მეტრს გავდივართო თან ხა იქ როგორი სიტუაცია იქ თუ ერთი ჩადეკი ვერ წახო ვეღარ წინ წახო ვეღაც უკან შენ იძულებული ხარ რომ ეს მილიმეტრია რომ ის გზა იმ ხალხთან ერთად და კიდევ რა არის კარგი რომ კაციშვილი ხმას არიღებს ზედმეტად და მე კიდევ ერთ დავამატებ ამასო ახალ სიმშვიდე და ერთმანეთზე ზრუნვა და ფანჯრებთან წყალი დგას ხოლმე გამოკრული რო აქვს თვალო ვისაც გინდა თუ უხასო დააკაკუნეთო და მოგარწმუნეთ იყო ესეთი მამასაბა და რა თქმა უნდა მთავარი კითხვა ის არის რომ რა იქნება როგორ უნდა გავაგრძელოთ თუმცა ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა როდესაც ილია მეორეს მერე გახდები პატრიარქი ხო აი ამ საკითხზეც გვინდა საუბარი დიახ იმიტომ რომ ეს ყველას გვაინტერესებს და რას უნდა ველოდოთ ილია მეორის მერე პატრიარქო მართლა უმძიმესი თვირთია ნამდვილად არ მშურს არავის ვინც გახდება პატრიარქი პირიქით მე რა ვიცი მაგრამ რა არის იცით რამდენადაც არის უდიდესი პასუხისმგებლობა იმიტომ რომ შენ გინდა არ გინდა აბსოლუტურად ყველა ილია მეორის შეგადარებს პატრიარქი იმიტომ რომ საზომი ის არის მანდატური საზომი და შენ უნდა ეცადო რომ ის თამასა დაბლა არ ჩამოწიო რა შენი პატრიარქობით ხო მეორე მხრივ აი მამა თეოდორეს უსმანდის სხვა შორის ძალიან ისეთ საინტერესო აზრი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით რა რომ მეორე მხრივ აი თუკი ამ კუთხით შევხედავთ მანო გზა გაკვალაო და გაგვიადვილაო ჩვენთვის ანუ ის ყამირი უკვე მან გათოხნაო და დაგვანახა როგორ უნდა გაიაროს პატრიარქმა გზაო ანუ ცოცხალი მაგალითი მოგცათ მან თავისი ცხოვრებით და თავის პატრიარქობით და ხელახლა სწავლა და ახლიდან ველოსიპედის გამოგონება ახალ პატრიარქს აღარ დაჭირდება ანუ მას უკვე ყველაფერი ლანგარზე მორთმეული აქვს როგორ უნდა იცხოვროს როგორი უნდა იყოს მისი პატრიარქი ანუ შემდეგ პატრიარქს პირდაპირ გამზადებული აქვს აი ცოტა ისე უხეშად ვიტყვი ინსტრუქციები როგორ უნდა იცხოვროს და თუ კი ის ამას მიყვება ისიც ისეთივე ხო მამის გზას გაყვეს და ისიც ისეთივე ღირსეული პატრიარქი იქნება როგორიც ანუ და არ შეარცხვენს მამას რა და მე დიდი იმედი მაქვს ძალიან ბევრი ადამიანი სწორს ამ შეკითხვას ვაი როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება მის მერე ხო უნდა გავაგრძელოთ ნინო ჩემი ძვირფასო იმიტომ რომ ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ უნდა გვახსოვდეს რომ ღმერთის განგების გარეშე არ ხდება ესეთი რაღაცები და ჩვენ მილიონი მადლობა გადაუხადოთ უფალს რომ ესეთი საოცარი ადამიანი 93 წლის ასაკამდე ვაჩუქა და ლამის ნახევარი საუკუნე მართა მან ქართული ეკლესიის ხომალდი და მადლმოსილი ადამიანი ხო და ნახეთ როგორი რამეა გადაღლილი იყო აღარ ქონდა თავი ადამიანი როდესაც პატრიარქი რო იმას დაწერს და მისი გულიდან რო ამოვარო დავიღალი და მოდი ჩემთან უფალო ხა აი რაზე უნდა ზოგი ახლა აკრიტიკებს მაგრამ რას ლაპარაკობთ უფალმაც კი
ხორჩის ესხმოა მას ხო არ მას კი ქრისტემაც კი უფალს უთხრა მამას რომ მამო ამარიდე ესასმელი თუ შესაძლებელია ანუ ეს ადამიანური გადაღლილობის ამოძახილია რა და დავიღალე მოდი ჩემთან უფალოვდა აი ხლაც უსმენდი ერთ-ერთ ინტერვიუს და იქ აი რაღაცნაირად რო თქვა რომ ეს დავწერეო საგალობელიო თვითონაც ხმა გაებზარა რა რომ აი რაღაცნაირად ეს ტკივილი ის უზარმაზარი ტკივილი თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხელა ჯორს ატარებდა აი ეს ხო აი წარმოუდგენელი ადამიანისთვის და რა საწოდავია მართლა ის ადამიანი რომელიც ბედავს მის განკითხვას და ნახეთ ღმერთმა გვაჩუქა ეს ადამიანი ამდენი ხანი გვაჩუქა და ჩვენ მოგცა საშუალება რომ გვესწავლა მისგან ცხოვრება გვესწავლა მისგან ქრისტიანობა მაღალი იერარქებს ესწავლათ მისგან როგორი ეპისკოპოსი უნდა იყვნენ მღვდლებს გვესწავლა როგორი მღვდლები უნდა ყოფილიყავით ზოგადად ნებისმიერ ქრისტიანს ესწავლა როგორი ქრისტიანი როგორი მამულიშვილი უნდა იყო როგორი ქართველი უნდა იყო როგორი პატრიოტი უნდა იყო და ღირსეული მოქალაქე შენიერისა რა ვიცი მასტერ კლასი ჩამოტარა ჩვენ ამასაც მედან იმსაუბრობდით და ვამბობდი რომ აი რაღაცას თავისებური სკოლა შექმნა პატრიარქმა და მოდელთავრებს რო უყუროთ თუნდაც მღვდლებს ანუ მასწავლებელს ხო უნდა ბაძავდე ხოლმე და რაღაც აი თავისებური ის არის რა ქვია აი ისეთივე მომენტი ზუსტად მასწავლებელთა მასწავლებელია და აი რაც შეიძლება მას როგორ გავაგზავნოთ ჩვენ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს რომ პატრიკი არსადარ წასულა და არსადარ განკრა აი მე ამით მინდოდა დამეწყოდა რაღაცნაირად ვერ მოვობი თავი რომ ეთქვა თავიდან რომ ის მიუხედავად იმისა რომ ამხელა ტკივილია რომ ესეთი უზარმაზარი ადამიანი დავკარგეთ პარალელურად ამავდროულად არის უზარმაზარი რაღაცა ენით გამოუთქმელი სახელდაურქმეველი სიხარული გულში ნამდვილად ეს სიხარული რა ახლა შეიძლება რაღაცას გიჟი ეგონო ხო გიხარია მაგრამ ამ დროს არის მე სხვა შორის მამის გარდაცვალების დროსაც მქონდა ეს სიხარული სულიერი რომ აი შინაგანად ღმერთმა მომცა იმისი რაღაცნაირად ნიშანი რომ გიშინია მამა შენი ჩემთან წავიყვანე რა აი აქ ამ შემთხვევაში ეს იმდენად თვალნათელია რომ ახლა ის საუბარი არის უკვე მის კანონიზაციაზეც ხო და თქვა ძალიან ბევრი საუბრობს ამაზე და აბსოლუტურად ბუნებრივია და ლოგიკურია იმიტომ რომ მას ცხოვრებაშივე ცოცხალ წმინდანს ეძახს ეძახდნენ ქართველები რა და არა მხოლოდ ქართველები და მის სიცოცხლეს უკავშირდება უამრავი სასწაული მის მიერ აღსრულებული რა ვიცი უამრავი რაღაცა კურნებები ძალიან ბევრი რამე წიგნები შეიძლება დაიწეროს ამასთან დაკავშირებით და ის რაც დღეს ხდება ეს არის უკვე გვირგვინი ამ ყველაფრისა რომ აი ადამიანები რომლებიც არავის არ მოუყვანია ძალით ეს ამდენი ხალხი მოდის მე ესეთი რა მე კი არა კიდევ ერთხელ ამ ისტორიას არ ახსოვს ესეთი მამასაბა და იცით როგორი განცდა მაქვს რომ პატრიარქმა თავისი გარდაცვალებით საქართველოს სოფლიოს კიდე სხვანაირად დაანახა აბსოლუტურად სწორი ფორმულირება აბსოლუტურად სწორი ამდვილად სხვანაირად დაანახა და ნახე როგორ დაანახა სიკვდილის ზეიმად აქცია რა აი როგორ ხედავს ჩვენ ახლა მთელი მსოფლიო იცი როგორ ხედავს ჩვენ ხო გვიცნობენ როგორც თქვა ხმაურიან ერს რომლებიც თქვა ერთმანეთს არ უფრთხილდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უცებ დაინახეს რომ ჩვენ თურმე უზარმაზარი ერთიანობა შეგვიძლია და ერთმანეთის სიყვარული შეგვიძლია ჩვენ თქვის არ იყოს თავარი ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ ჩვენ კრიტიკულ მომენტში ეს შეგვიძლია ხო მაგრამ აი ხშირად მახსენდება რა ბრეხტის სიტყვები რა რომ ომი დამთავრდა მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო ესე იგი როგორც კი მშვიდობა დაისადგურებს და სტაბილურობა ასე ვთქვათ ესეთი პოლიტიკური და ცხოვრებისეული მაშინ ერთმანეთის ჭამას ვიწყებთ რა ვიცით ამისთვის აი გიორგი მეფის მონოლოგი საინტერესოა ხო კუთხით ახლა აი დიდოსტატის მარჯვენა სულ ჩვენ სიმცირეს მივტირით მაგრამ თუ დიდი კაცი გამოგვერია ისე დავკორნეთ როგორც დაკოდილ ძერას სვავებიო რა და აი ეს უბედურება გვჭირს ჩვენ თორე ხა დღეს ერთიანი ვართ დღეს პოზიცია ოპოზიცია მე ძალიან კარგად მახსოვს აგერ იმ საღამოდან უწმინდესთან ვიყავი როდესაც გადააბრძანეს საავადმყოფოში ჰოსპიტალში და ეგ ჩემი სულიერი შვილი იყო ერთ-ერთი რეანიმაციის ექიმი და შემიყვანა პირდაპირ პალატასთან და იქ ვიდექი და მე ზემოთ რო ამოვედი უამრავი ხალხი იყო იქ შეკრებილი რა და ოპოზიცია ყველანი იყვნენ აბსოლუტურად ძალიან ბევრი დავინახე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რომლებიც იდგენ იქ და ჩუმად ყლაპავდნენ ცრემლებს და ის აი ადამიანებმა გაიხსენეს რომ ადამიანები არიან
და გაიხსენეს, რომ ჩვენ ვართ დები და ძმები, მაგრამ არ შეიძლება ესო შევინარჩუნოთ. მამასაბა და კიდევ ერთი ჩვენ ეხა ღმერთთან მიახლოებული უფლის გვერდით მდგომი წმინდანი გვყავს, რომელიც იქიდან დაგვიფარავს და ხომ არ დაგვეხმარება ეს აი სწორედ ამ მუხტის და სიყვარულის შენარჩუნებაში. მსგავსი არ ყოფილა მაინც, ხო? დიახ, არ ყოფილა, ნამდვილად არ ყოფილა. მე ხა 9 აპრილის ერთიანობას მახსოვს, მაგრამ ესეთი მაინც არ იყო. დიახ. ესეთი არ იყო. არა, ნამდვილად არ იყო და ამ მასშტაბის არ იყო ნამდვილად. თან ესეთი მთელი საქართველო მოიცვა. და კიდევ ერთხელ გაცდა კიდევაც მის ფარგლებს რა და ნამდვილად ჩვენ ზეციური მეუხი შევიძინეთ, ჩვენ ეს გვჭირა, ჩვენ ეს გვწამს. და პატრიარქმა ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენე კიდევაც რა, რომ პატრიარქი გაცილებით მეტქმედით შეწევნას ამოგვიჩენს ჩვენ დღეის შემდეგ, იმიტომ რომ მას ის თავისი დაუძლურებული სხეული, რომელიც უკვე აღარ შეეძლო, გადაღლილი იყო, განთავისუფლდა ამ სხეულიდან უკვე რა მისი სული და მისი სული უკვე იმდენად თავისუფალია, გამართლებულია ღვთისწინეში, ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული და გამართლებულ ადამიანებს ისინი წმინდათა დასურთებიან, უდიდესი კადნიერება ეძლევათ ღვთისწინეში და უდიდესი შეწევნის ზალა მლოცველებისთვის, აი ამ ადამიანებისთვის, ვინც მას უყვარს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აი როგორც ოდიშიმიშაი, როგორც მამა გაბრიელი შევიძინეთ, ხო მე მქონდა ბედნიერება მასთან პირადი ნაცნობობისაც, ხო? როგორც მამა გაბრიელი შევიძინეთ და დღეს არის უდიდესი მეუხი და უდიდესი წმინდანი არა მხოლოდ ჩვენი ქართული ეკლესიის, არამედ თქვენ შეგიძლიათ ალბათ თქვენც კი ნახავთ თუ არა და მე არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და განსაკუთრებით მართლმადიდებლურ ქვეყნებში ვერ ნახავ ეკლესიას რომ მამა გაბრიელის ხატი არ ეკითხა. აი მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გავადრო და იგივე იქნება რა. იგივე იქნება უწმინდესთან დაკავშირებით. მე აი ბევრს ველაპარაკე ჩვენს მეგობრებს, რომლებიც აი მართლა მამა დავკარგეთ, ესეთი შეგრძნება მქონდა, გვისაუბრია. ამაგაც დავკარგეთ და შევიძინეთ ზუსტად აი ეს და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი შეკითხვა, რომელიც თავში გაგვიჩნდება, ბევრი გადაუჭრელი პრობლემა, დავეკითხებით და დაგვეხმარება. მამასაბა და ძალიან საინტერესო ზოგადად ფენომენია, როდესაც ხარ ერისულიერი მოძღვარი, ამ რანგის ადამიანი და თან ხარ აი ესეთი, მოდით ვთქვათ, სახალხო თუ რა, იმდენად ახლოს მიდიოდა ადამიანებთან, იმდენად უშუალო. ისე როგორც მისი საგალობლები, რომელიც გულში ხვდება პირდაპირ და ხატები, კი ბატონო. და ეს ალბათ მაინც უფლისნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბევრი ახლა ჩვენს ისტორიასაც თუ გადავხედავთ, რომ ძალიან დიდი ადამიანები ყავდა, რა თქმა უნდა, არა მარტო მეფენი ჩვენ ყავდა, სულიერი მოძღვრები, მაგრამ აი ესე ახლოს ხალხთან ვინმე იყო როდესმე. მე არ მახსენდება. მე ვიცი ერთი გადმოცემით ვიცი კათოლიკოს ეფრემ მეორის შესახებ, რომელიც ესეთი უბრალო იყო და სიონის წინ კიბეზე ჩამოჯდებოდა ხოლმე, კიბეზე ჯდებოდა ხოლმე და უბრალო ადამიანებს ხვდებოდა და ელაპარაკებოდა. ეს ვიცი მე გადმოცემით. დიახ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა და მოწესებისა კათოლიკოს პატრიარქი ეფრემის მიმართ, მისი მასშტაბები ახლოსაც კი ვერ მოვა იმ მასშტაბებთან. და იმ მოქმედების არეალთან რაც პატრიარქ ილიას ჰქონდა და ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ის სწორედ იმიტომაც არის ეს ადამიანი უდიდესი რომ იმ თავის სიდიადესთან ერთად ჰქონდა უდიდესი სიმდაბლე იმიტომ რომ ყველაზე დიდი საცდური ადამიანისა რომელიც რაღაც გარკვეულ წარმატებას აღწევს ამა თუ იმ სფეროში არ აქვს მნიშვნელობა არის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება იმიტომ რომ აი ეს არის ეშმაკის საყვარელი ცოდვა და აქ არის ჩასაფრებული რა რომ როგორც კი რაღაცა კარგს აკეთებ მაშინ ეტაში დაგიკრას არსებობს აი ესეთი მე არაერთხელ მიხსენები ხოლმე ესეთი ყველაზე ვერაგის სახეც კი არსებობს ამპარტავნების რომელსაც ეწოდება თავმდაბლობით ამპარტავნება ადამიანი აი წარმოვიდგინე ნინო ესე იგი ამაყოფ იმით რომ ეს თავმდაბალი ხარ ხდები ანუ შენ სიმდაბლესაც კი იყენებს ეშმაკი იმისთვის რომ ამპარტავნებაში ჩაგაგდოს ისე და ვინ უნდა გაგაგებინოს ამ დროს რომ ამპარტავანი ხარ ხარ ყველა გიცნობს როგორც თავმდაბალს შენ ციცნობს საკუთარ თავს როგორც თავმდაბალს
გაქებენ იმის გამო რომ თავდაბალი ხარ აი ეს იქნება თუ მიიღე და დაიჯერე აი იქ არის შენი საქმე უკვე ცუდი ანუ ამ შემთხვევაში უნდა მიხვდეს თავად ადამიანი რა ვიცი რა ეს კიდე რაღაცა ცალკე საუბრის თემაა იმიტომ ამ დროს შენ აუცილებლად გჭირდება ვიღაცა სულიერი ავტორიტეტი რომელსაც შენ აღიარებ და რომელთანაც მუდმივად დამოწმებ შენ სულიერ მდგომარეობას ეს გეხმარება შენ სიმდაბლის შენარჩუნებაში თორე ისე ურთულესია იმიტომ რომ ძალიან ძნელია შექების მიღება ისე რომ ამან შენ სიამაყე შეერჩა გაგდოს ყოველთვის შენი ნებისმიერი წარმატება უნდა გადაუმისამართო ღმერთს აი მამაპაის ისე რომ გადიოდა საოცარი სერიალი რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მანერა დააფიქრა ცხოვრებაზე ხო იქ აი ეს მომენტი ძალიან ხაზგასმულია მისი არაჩვეულებრივი სიმდაბლე და რომ არასოდეს არავისგან შექებას არ ღებულობს და ყოველთვის უმისამართებს ღმერთს და ყოველთვის პასუხობს რომ ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ ეს არ არის მისი მხრიდან თქვა რაღაცა ყალბი პოზა ის მართლა ასე ფიქრობს და მართლა ასე ფიქრობდა უწმინდესიც და აი რაც და გულწრფელად ითხოვდა ხოლმე შენდობას ყოველი თქვენ ახსენეთ ეს ზუსტად ეს და თქვენ ესწრებოდით ამას წრემლები გული მიჩუყდებოდა ხოლმე კაცო მე მომდიოდა ხოლმე წრემლები იმას ხო მაგაებზერებოდა წრემლი ჩამოგურდებოდა მარტო მე კი არა მთელი ტაძარი ვტიროდით ხო აი რაც შეეხება მის გამოხედვას ხანდახან იმდენად ბავშვური იყო ის ღიმილით აი რა უხაროდა ყველაზე მეტად სვისი სიხარული აი როგორც ადამიანს როგორც არა პატრიარქს და სულიერ მამას როგორც ჩვეულებრივ ადამიანს მე დღეს შენ რო წაიკითხა ნინო როგორი სიტყვები იყო რომ აჩუქე სიხარულია სხვასო და ამას გვეუბნება ეს მისი ანდერძია ნინო ქართველებისთვის რომ იყავით სიხარულის მაცნეები ერთმანეთისთვის დღე ისე ნუ დაღამდება რომ ერთმანეთს სიხარულები ერთი ადამიანი მაინც არ გაახარო თუ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ როცა იცი რომ დღეს შენ ვიღაცა გაახარე ამაზე დიდი სიხარული არ არსებობს პატრიარქის ბუნება ასეთი იყო ის ხარობდა სხვისი სიხარულით აგერ მამაშალომ გაიხსენა ერთ-ერთ გადაცემაში ზუსტად ეს ისტორია როდესაც დაპატიჟა უსახლკაროები ეგრეთ წოდებული ბომჟებს რო ითქვით ხოლმე ხო დაუბანელები მოუწესრიგებლები ბოდიშ თქვენთან და სუნიანები და რა ვიცი ძალიან ისეთი დააპატიჟა და მამაშალოს ის უთქვამს რომ ჩვენი ის არის ერთ-ერთი მეგობარი არის ძალიან საყვარელი ბიჭია მომღერალი გიორგი ლომისელი და მოდიო გიორგის დაურეკეო და გიორგი მოიყვანება აუცილებლად რომ დღეს საპატიო სტუმრები მეყოლებაო ძალიან ძვირფასი ხალხი მეყოლებაო და მინდა რომ არ უთქვამს ვინ არ უთქვამს კაცო მინდა რომ იმღეროსო რა და იქ რაღაცა ეგ ცეკვაც ისიც ანსამბლი რას უფრო გაუშალა იცი ამ ხალხს და რამდენი ყავდა იცი მოყვანილი აი გაუშალა სუფრა რა ვიცი რა მეფეს რო შეშურდებოდა ისეთი რა თავისი კონცერტი და რაც თავარია მე ისე კარგად და ისე კულტურულად მოქცეულან ეს ადამიანები როგორ გაოცებულები რა და ასევე სხვა და პატრიარქი იყო ბედნიერი აი იცით რა ეს ისეთი რამ არის რომ ამაზე აი ვერს გააკეთებ კომენტარს და სხვათა შორის ჩვენ არაერთხელ დღეს აღვნიშნეთ რომ იცით როგორი განცდა გვაქვს ძალიან გვეუხერხულება პატრიარქს ეს საუბარი ეს გვაქვს რაღაცა ისეთი ყველა ესე ანუ ეს ჩვეულებრივი ადამიანური განცდა აი ძალიან რიდით დაკრძალვით და სხვა აღსარებლობის მქონე ადამიანებთან როგორი დამოკიდებულება და ზოგადად ესეც უკვე ცალკე თემა და ცალკე ფილოსოფია ხო უსმენდი თქვენთან გზაში რომ მოვდიოდი ერთ-ერთი ინტერვიუ ქონდა მიცემული რუსულ ენაზე ერთ-ერთ პიროვნებასთან რა და სხვა შორის ბრწყინვალედ იცოდა რუსული პატრიარქმა და ძალიან არაჩვეულებრივად რუსული საუბრობდა და იქ უყובה ესეთ რაღაცებს მოვლდის ეკითხება რომ თავისუფალ დროსო რასაკეთებთო რითირთობითო და პატრიარქი პასუხობს რომ მოქმედებას ვიცვლი ხოლმეო რა ვთქვათ რაღაცა ამ ხატაო ამ წერო ამ მუსიკას წერო რაღაცაო რა და მუსიკის წერო განსაკუთრებით მიყვარს ამ ბოლო დროსო და ეუბნება მე რაღაც თავის ნაწარმოებს ეუბნება რაღაცა ჩუქნის კიდევაც რაღაცა დისკს და ეუბნება რომ აიო ავე მარია დაუწერეო და ერთხელ ებრაელი სტუმრები მყავდნო დაახლოებით 50 ადამიანი ხა ჯერ თვითონ ესეც ხო რომ ხა მართლმადიდებელი ქვეყნის პატრიარქი რო ხარ და ებრაელებს რომ ღებულობ რო იცი მასთან მათთან დიპლომატიური საუბარი რომ შეგიძლია რომ გამიჯნო თქვათ ის სარწმუნოებრივი მომენტი და მათ როგორც ადამიანებს ემეგობრო ხო ესეც უკვე რამხელა დიპლომატია და რამხელა უნარია ხო და იმ საუბრის შემდეგ რაღაცა ნუ აღშამი ქონდაო მერეო და მე ვახშამზე მოვასმენინო ავე მარიაო ჩემი დაწერილი
იმდენად იმოქმედავ იმ ადამიანებზე, რომ ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელსაც საკმაოდ დიდი პოზიცია ეჭირა, თვითონ იმ დელეგაციაში ზოგადად ისრაელშიც პირდაპირ გამოვიდაო და ხმამაღლა განაცხადაო ყველას თვალწინო, რომ იმდენად იმოქმედავ ჩემს საგალობელმაო, რომ მე დღეიდან ქრისტიანი ხდები. კარგი, რა ზამები. ალბათ. არ არის ახლა ეს. წარმოიდგინე, არა ეს როგორ გინდა ახლა თან ახლა იცი რა მე მინდა გითხრათ რომ გაცილებით იოლია ნებისმიერი სხვა სარწმუნოების ადამიანი გახდეს თქვა ქრისტიანი, მე იუდეული, იმიტომ რომ იუდაიზმი ეს არის ისეთი სარწმუნოება, რომელიც პირდაპირ დაპირისპირებულია ქრისტიანობასთან, ეს არის სარწმუნოება, რომელსაც ქრისტე არ მიიღო და არ აღიარა როგორც ღმერთი განკაცებული. ესეთი ადამიანი თან საკმაოდ ისეთი რა პოზიციის მქონე, პირდაპირ უცხადებს ამ ადამიანებს, რომ მე დღეიდან ხდები ქრისტიანი. სასწაული. აი ესეთი რაღაცები და მსგავსი შემთხვევები, აი არის უამრავი პატრიარქის ცხოვრების ისტორიაში და ამას ყველაფერს ნელ-ნელა ვიტყვით ჩვენ და ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც თავისი ისტორია აქვს მოსაყოლი პატრიარქზე და მე მაქვს უამრავი ისტორია პირებად. ალბათ 10 წლეულები დაჭირდება იმას, რომ აი შეივსოს ნელ-ნელა ეს ისტორია და ალბათ ტომები დაჭირდება იმას, რომ აი დაიწეროს ეს ყველაფერი, რაც უკავშირდება მოწევს. ალბათ რა ვიცი, უმრავლესობას ჩვენი ისტორია გვაქვს მასთან ურთიერთობის და მერიდება კიდევაც, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, ერთხელ მქონდა ცხოვრებაში მასთან შეხვედრის ბედნიერება. ჩემი უძლურებაში მყოფი შვილი 2 წლის იყო და როდესაც მე ვიყვანეთ, მე იმ განცდას ვერ აღწერ და არც დავიწყებ ამაზე საუბარს ეს იმდენად ჩემია რომ მისმა სიტყვებამ და მისმა დალოცვამ მე მომაბრუნა ამ ქვეყნად. მე მომაბრუნა ამ ქვეყნად და სულ სხვანაირი ცხოვრება დავიწყე. იგივე იყო ანდრიას მდგომარეობა, როდესაც გერმანიაში მიყავდა და ონკოლოგია დაუდგინდა და არ ვიცოდით უკვე ძალიან რთული სიტუაცია იყო და სატრაპეზოში შევედით ანდრიასთან ერთად, ესეთი სხვანაირი ბავშვი ხელში აიყვანა და ეს რანაირად უნდა იყოს ავათო რა ვთქვა. ხო იცით როგორ იცოდა ხოლმე და ესე იგი ისეთი იმედი წამოვედით, რომ ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი დასრულდებოდა. აი ისეთი დარწმუნებულები ვიყავით, აი რწმუნებულობა ქონდა სრული გულში. არანაირად მიუხედავად იმისა, რომ 50-50-ზე გვეუბნებოდნენ და ძალიან ცუდი პროგნოზებიც იყო, მაგრამ აი არანაირად არ ქონდა ერთი სამით ეჭვიც, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. იმიტომ კი არა, რომ აი რაღაცნაირად დაითესა ეს ყველაფერი ჩაინერა. ძალიან ბევრ ამბავს გავიგებთ ალბათ და ისეთ ისტორიებს, რომლებიც არ ვიცით და მამასება კიდე აი ესეთ ადამიანურ მომენტებს მინდა მიუბრუნდე. უნიჭიერესი ადამიანი იყო, რაჩვეულებრივად მღეროდა, საგალობლებს წერდა, ხატავდა, არ ვიცი და ესთეტი იყო თან. კი, აი საოცარი. რა გემოვნებიანია და ეგეთი რა ვიცი. სასწაული გემოვნება იყო. ხო და აი მართლაც აი ეს მაგალითს ვერ ვიტყვი ესეც იმდენად რაღაცა მუსიკაშიც კი ერკვეოდა მასაბო კი საოცრად კიდე ანუ მას მე მგონი ძალიან ბევრი ბაძავდა კარგი და ბაძავს და ასეც უნდა იყოს ხო აი მაგალითს ვერ ვიტყვი ეს როგორ აი მაგალითი აიღე აი არც ვიცი სიტყვას ვერ პოულობ ამ ადამიანთან მიმართებაში ეტალონია ყველა გაგებით ნინო ყველა გაგებით მაგიტო თქვი მაგიტო დავახასიათებ როგორც ადამიანი როგორც მამაკაცი როგორც ქრისტიანი როგორც ლიდერი როგორც სასულიერო პირი როგორც სულიერი მამა მწყემსი უძღვარი მეგობარი როგორი ქართველი დიახ ქრისტიანი თავმდაბალი ქართველი პატრიოტი რა შეიძლება ის კაცი რომელმასთან ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართული ადაწესების რიტუალების აღდგენასა და შენარჩუნებაში ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა და თავარი კითხვა კიდე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი უნდა შენარჩუნდეს და როგორ ხო გაიკითხა რომ არ გადავუხვიოთ მის გზას რომ ამ გზაზე ვიაროთ მადლობა ამ კითხვისთვის ნახე და ეს მიმართულებისთვის რომელიც ხა მომეცი ნახე ნინო იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ ესეც ვახსენე მე არაერთხელ იმისთვის რომ ვიყოთ ჩვენ ღირსეული შვილები ჩვენი მამისა ჩვენი პატრიარქისა ხო აი შენრითის დაიწყე დღევანდელი გადაცემა რომ სიყვარული სიტყვა არ არის და საქმეა დღეს ჩვენ ყველა შეგვიძლია გულზე მჯიღი დავირტყავ და გვთქვათ როგორ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი მაგრამ ნახეთ რეალურად
ეს სიყვარული დადასტურდება ჩვენი კაი ქრისტიანობით. პატრიარქს რაც უნდოდა ისე თუ მოვიქცევით, თუ ჩვენ ვიქნებით ღირსეული ქრისტიანები, თუ ჩვენ ვიქნებით კარგი ქართველები და კარგი ქრისტიანები, გვეყარება უფალი, გვეყარება სამშობლო და გვეყარება ადამიანი, ანუ ის რაც პატრიარქმა ჩამოაყალიბა, გახსოვთ, როგორც აი ილია მართლის პერიფრაზი რო გააკეთა, ილიამ ხო გითხრა ჩვენ, რომ მამული ენა სარწმუნოებაა, ხო? პატრიარქმა როგორც თავად ბრძანებს, კიდევ უფრო განაზოგა და ეს ყველაფერი და ესეთი სამეული შემოგთავაზა. ღმერთი სამშობლო ადამიანი. ნახე? სამი უმთავრესი რამ, რაც უნდა გიყვარდეს შენ. თუ ხარ ადამიანი, ნამდვილი ადამიანი, თუ გინდა რომ იყო ნამდვილი ადამიანი, უნდა გიყვარდეს უპირველეს ყოვლისა უფალი. უფალი უნდა იყოს შენი უმთავრესი პრიორიტეტი და მასთან ურთიერთობა და მის წინაშე სიმართლე. შემდეგ სამშობლო, იმიტომ რომ ღმერთის შემდეგ შენ ყველაზე მნიშვნელოვანი და საფიცარი სამშობლო გაქვს და უნდა იაზრებდე რომ შენ ცალკე ინდივიდი კი არ ხარ გამოყოფილი სამშობლოდან, არამედ იმ ერთიანი ცოცხალი ორგანიზმის განუყოფელი წევრი ხარ, ასე შენი სამშობლო ქვია და პირველ რიგში შენი სიცოცხლეც კი უნდა გიღირდეს და გეთმობოდეს შენი სამშობლოსთვის და მუდამ იმაზე უნდა ფიქრობდე რომ რა შეგიძლია შენ შემატო შენს ქვეყანას და შენ სამშობლოს და არა პირიქით პარაზიტული დამოკიდებულება არ უნდა ქონდეს შენი ქვეყნის მიმართ და რაცა მოხვეჭაზე და გამოძალვაზე არ უნდა იყო ორიენტირებული, აბა რას მოგცემ შენი ქვეყანა, არა, შენ უნდა ფიქრობდე იმას, შენ რაც მისცემ შენ ქვეყანას შენი სიცოცხლით. შენ რა შეგიძლია გააკეთო მისთვის და თუ საჭიროა ყველაზე ძვირფასიც კი უნდა დათმო მის გამო სიცოცხლე და ამითიც კი ბედნიერი უნდა იყო როგორც 9 ხერხეულის ძედა იყო ბედნიერი იმითი რომ 9 შვილი ომის ველზე დაეცა. და ნახეთ, მესამე ეს არის უკვე ადამიანი. უნდა გახსოვდეს რომ შენ არ ხარ მარტო და პატრიარქს შეიძლება თქვენს ხოლმე ეს რომ ყველაზე ძვირფასი ღირებულება ამ ქვეყანაზე რაც არსებობს ეს არის ადამიანი. რომ ადამიანი არის ღმერთის ხატი. ჩვენ ვერ ხედავთ ღმერთს, ხო? ღმერთი თვალით უხილავია, მაგრამ ხედავთ ერთმანეთს. მე შენში ვხედავ ღმერთს, ნინო. მიშაში ვხედავ ღმერთს, თითოეულ ადამიანში ვხედავ ღმერთს, გესმის? და ღმერთის სიყვარულს მე რითი ვისწავლი? მე თუ შენი სიყვარული შევძელი, ესე იგი მე ღმერთის სიყვარული ჩემილია და ღმერთი ამას პირდაპირ ამბობს. და ამას ამბობს იოანე მოციქულის თავის პირველ ეპისტოლეში, რომ ტყუის ისო და საკუთარ თავს ატყუებსო, ვინც ამბობს რომ ღმერთი უყვარსო და თავისი ძმა არ უყვარსო. თავის გვერდზე მყოფი არ უყვარს, იმიტომ რომ სიყვარული კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არ არის საგრელი სიტყვა, სიყვარული დასტურდება პატივისცემით, საქმით, საკუთარი თავის უარყოფით. შენ თუ საკუთარი თავის უარყოფა არ შეგიძლია, შენ თუ შენი პირადი კომფორტის დათმობა არ შეგიძლია სხვის გამო, შენ სიყვარულისაგან ძალიან შორს ახარ. და ხარ ჩვეულებრივი მომხმარებელი, გამომყენებელი ადამიანი. რომელიც იმაზე ხარ ორიენტირებული, ვისგან რა მიიღო და გამოიყენო და სიყვარული აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. სიყვარული თავიდან ბოლომდე გაღება და გაცემაა და არაფრით მიღება. არაფრით. სიყვარული ხო ღმერთია და ღმერთის ბუნება ესეთია, გასცემს, არაფერს არ ითხოვს უკან. დიახ, მამასაბა და ესაუბრეთ მიცვალებულებსო, გარდაცვლილებსო უფრო სწორედ პატრიარქმა, მშობლებს განსაკუთრებით და იცით რა, აქამდე ამაზე დიდად არ დავფიქრებულ ვარ, მაგრამ აი ისევ ჩემი განცდა მინდა გაგიზიაროთ ძალიან ადამიანური და ვიცი რომ ძალიან ბევრს ქონდა რაღაც იგივე ემოცია. აქამდე სულ უფალს ვესაუბრებოდი. უფალთან საუბარს დღესაც განვაგრძობ, მაგრამ აი ესე პატრიარქს ესე გონებაში არ ვესაუბრებოდი და მისი გარდაცვალების დღიდან დავიწყე მასთან საუბარი და სწორედ აი გუშინ ეს ვიდეო ამომივარდა რომ ესაუბრეთ გარდაცვლილებსო. ძალიან ბევრი სასწაულია. ძალიან და აი ხა კიდე უფრო გრძნობ სიახლოვეს თავისი გარდაცვალებით ჩვენ მან საკუთარ თავთან დაგვაახლოვა. ესეა ნამდვილად. ნამდვილად ესეა სხვა შორის მომშალო მიქადაგა ეხლა ერთი ორი კვირის წინ მაგასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორად რა რომ გარდაცვალებაზე საუბრობდა რა და გარდაცვალებას უცნაური თვისება აქვს ახსენა რა რომ კიდე უფრო მეტად გვაახლოვს იმ მომენტთან ვინც ჩვენგან მიდის და უფრო მეტი სიყვარული ჩდება და უფრო მეტი უშუალობა აი თუ თქვა მანამდე გერიდებოდა გეუხერხულებოდა მე გუშენს გულში თქვენ ისიც ვაიხა რაც გარდაიცვალა პატრიკ სულ ველაპარაკები გულში ეხლა დღესაც რო ვიყავი და პანაშვიდი გადაუხადე მე რომ დავიჩოქე ვესაუბრებოდი მას ჩვეულებრივად და ზუსტად ვიცი რომ ისმენდა ზუსტად ვიცი რა თქმა უნდა
სამწუხაროდ ამოვიწურა. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა და აქ ვიждებოდით ალბათ დღეები მე და მიშა და არა მარტო მე და მიშა აი ახალგაზრდების ხედან ახლა კადრში არ ჩანან და ისე გისმენენ და რამხელა ბედნიერებაა ეს და ჩვენი მაყურებელი ჩვენი მსმენელი ცხოვრობდით სადაც პატრიარქი იყო აი ხა დიდესი ბედნიერებაა რაც დრო გავა უფრო და უფრო იმხუდები და დაუფასე ჩვენ ბედნიერებს დარწმუნებული მართალი იყო სირთულეები მაგრამ დიდი ბედნიერება იყო რომ ესეთი გასლაბარა სულიერი მამა ყავდა ჩვენ დაუსრულებლად შეიძლება მასზე საუბარი დაუსრულებლად აი როგორც აი ეს დინარე მოდის დაუსრულებლად ხალხის ნაკადის აი ესე დაუსრულებლად შეიძლება ისეური პატრიარქი და აი მისი საყვარელი ფრაზა ნუ იმდენი გამონათქვამია და იმდენი ძალიან მაგრამ ეხა ეს ბოლო პერიოდი რაც მახსენდება ქართველნო ერთად ღვთისაკენ ქართველნო ერთად ღვთისაკენ და ღმერთმა იხარეთ ორსა სოფელსაშინა ღმერთმა მოგცეს იმის ძალა რომ პატრიარქის დანატოვარ გზაზე ვიაროთ და არ შევარცხინოთ და ვიყოთ ღირსეული შვილი ჩვენი ღირსეულზე ღირსეული მამის ძალიან დიდი მადლობა რომ აი ამ ძიმე დღეებში გვესტუმრეთ ისეთი ნუგეში მივიღეთ ახლა მე და ნინო დარწმუნებული ვარ ჩვენ რადიო მსმენელებმა რომ და ჩვენმა მაყურებელმა დარწმუნებული მამა საბა ჭიკაიძე იყო ჩვენთან მადლობა დიდი დროებით